თბილისში თოვლი მოვიდა. დედა. რაგინა ბოლოს ერგო რა დამხალე? თოვლში გავალკთხო. არა მეთქი ხო კითხარი არ არის მეთქი ეგა თოვლი ეგ არის თოვლ ჭყაპი. აუ გთხო. არა. გთხო. მიდი კაი წაეთრია აღარ შემილია. Yes! აეთრიე მიდი. ხელთათმანები სად გვაქვს? სადა გაქვს ხელთათმანები არც აგაქვს ხელთათმანები. აბა ხელები რო გამეყინებო. მიდი ჩემი უჯრა გამოაღე და დიდი ნასკები ამოიღე და ხელებზე ჩამოიცვი არა გიყო მეტი. რომელი ნასკია დე? რომელი ნასკის ერგო რომელიც დახეულია ქუსლზე. გველის მწყნერი ესა. ამი ვარ გველის მწყნერი. აბა რა ხარ კარგი რა. ყველაფერი ხარ რასაც ვირთხას გადაულია, რასაც ვირთხას გადაულია ყველაფერი ხარ შენ. აი ხა თუ დაგარტყია ეს მუშკი გადაგპარსავ თავს. ყოველდღე რა თაგური გამომდის, იმიტომ შენი გადავლილია. კარგი ერთი რა დაჩარა. კანალიზაციის რა ქვია, გძელieნა რო გაქვს. გძელieნა რო გაქვს. აი ესე უნდა დავიხვიო, აი შენი ენა ესე უნდა დავიხვიო, აი. მაცადე 7 წლის მე ჩემი ძმაკაცის დაბადების დღეზე. აჰა ნიკუშა საჩუქარი ჩემგან. აჰა ნიკუშა ჩემგანაც ეს საჩუქარი. ეს საჩუქარი ჩემგან ნიკუშა. მარინა დეიდა მე ვერ მოვიტანე საჩუქარი. დედა ჩემმა მითხრა რომ ჯერ არ მაქვს ფულიო და მე თვითონ მივუტანო. ხო შვილო ხო თქვენ მის დღემში ეგრე იცით ეგრე გვპირდებით და მე აღარც მოგაქვს საჩუქარი. ყველაზე თხელი ნაჭერი ტორტი ამას მოუჭერით და მე გავუშვით აქედან. როგორ ექცევიან შეყვარებულები ერთმანეთს საზღვარგარეთ? ჩემო სიყვარულო ძალიან მიყვარხარ საჭესთან რო ვზივარ და შენ მეხები უფრო კარგად ვატარებ. და როგორ იქცევიან საქართველოში? გოგო გაწიე ხელები მანქანას ვატარებ თან გვერდიდან მიყურებს ვიღაცა ყლე უნდა მეგონო. მოეფერე ბებიაშენს. ქართველი დედების 80%. სალომე. რორი? მოდი. რო? მიდი მამა შენი მოვიდა მე არ ველაპარაკები, მიეფერე ცოტა იმას აქენი მიდი. მიდი და უთხარი რომ მამა ფული მომეცი 100 ლარი და აი რა დედო მიდი მამა 100 ლარი არ გაქვს დედა შენს უთხარი დედამისთანაა ცვას გაიგე ამოწყდით როგორ იღებს უცხოელი ქმარი შენიშვნას საყვარელო ცოტა ნეაიარე რანაირად დადიხარ კარგი გასაგებია მაპატიე ძვირფასო ეს არ უნდა მექნა და ქართველი ქმარი ვიდალი ცოტა ნეაიარე კაცო ვერა ვარ კარგად გული მაქვს ცუდა და მოწადა შენი დედა მოუთხარი ბიომაც გასაგებია რაც მამა ის შვილი მამა სტრიკერსი მიყიდე რა აბა რა ვსვიდა მამა ნონა ბავშვს მიაქცია ყურადღება რაღაც ყიდვა უნდა რისი ყიდვა გინდა სნიკერსის დაგიხატავ სნიკერსთან მიეცი ბავშვსა ფული მეთქი ნონა არ მიგაღალოთ ერთმანეთსა ორი სატანა რაც მამას შვილი ხმა გაიჭმინდე ხუჭა პირღია და ქალი გოგო რა შვები არაფერ შენ დღეს უნდა ამოხვი და ჩემი ბიჭი უნდა გაგაცნო აუ რა მაგარია ოღონდ არაფერი თქვა ისეთია ჩვენზე ჩვენ ისტორიებზე და არა გოგო რა უნდა ვთქვა კაი ცოტა ხნის შემდეგ ანუ ესეთი კაი დაქალობა გაქვთ ხო კი ჯან აუ რაღაც ისტორიას მოვყვები ნატაშკა მიდი მოკლედ გიო მე და ნატაშკა ვართ სოფელში და მდინარეში ვჯვავთ რა ხო და გატყვებს არას ვეტყვები და მოვიჯით ხო გავაყოლეთ ამ დინარეს ეს მოჯმული და ხო ფიქრო სადა ხარ სადა რა ვიცი იქა ვარ ბურგერ ლომებში თეთრ ლომს ავჭამში რასაშვები არ მოიკლო ძალიან მოუხშირე შენა რა ვიცი მე მაღაზიაში დავწანწალებ საბიტუმოში წონის კამფეტებით კბილეულის ყიდვა მინდა აი ანარ გეზარება ერთი შენი ჭირი მე აგე ბურგერ ლომებში ვარ მოსული და აგე კბილეულობაც მიდეს და ყველაფერი ულიმიტოდ შემიძლია ესე იგი ბედიმა აქო შენ უნდა თქვა რა აი ერთამეთე კაი უფალო შემარგე და არ მომაკლო რა აი ესეთი ძვირფასი საჭმელები დავიღალე ამ ქელეხებში სიარული
კაია უფასო რა. ქალბატონო დააბრუნეთ რა ეგ. ეს არ შეიძლება იმე. ესე უფასო მეკონია. გამარჯობა ბოდიში უკაცრავად. ახალგაზრდა წვერებიანი ბიჭი ხომ არ არის ამ შემთხვევით? ერთი წუთი. კი, დიახ, აქ არის. შენე ბიჭო, აგარ აგინდა ვერ გავიდე, შენ კალჭო შენე ეპილექსიებზე უნდა იარო, შენა, ეხლა დავიღალე კალსკიტერი უნდა მოუღერო, შენა, დიახავარო, შენა. ის არის ვიკეთებ, ხოშეკ. რა ისეს იკეთებ ბიჭო, რა ისეს იკეთებ, ვერ გავიდი აქ არის. მოდი აქ შენა, შენ უკვე დეპტებს გამარცხიდე. ვიცით, ჩვენთან მამაკაცებით ჩვეულებრივად იკეთებენ ეპილექციას, საერთოდ პრობლემა არის. ის კი არ არის, ადრე რო დავდიოდი, შუგარინგს რო ვიკეთებდი, ეგ მაგას ვერ იტანდი შენ. ეს არის ეპილაციის ცენტრი ლილითი, სილამაზის და ესთეტიკის ცენტრი. ლილითი არ გაგიგია, იმ დღეს არ ახსენე შენ თვითონ? ლილითი. კარგი, მაშინ შემდეგი მე ვიქნებ, კარგი? მეგობრებო, ვენაში ვინც მოხვდებით, მინდა ძალიან კარგი კაფე გირჩიოთ, კორტო e nero. ცენტრიდან ფეხით 10 წუთის სავალზე აქვს. თავაზობთ უგემრიელეს იტალიურ ბიო ყავას, ოჯახურ კერძებს და homemade დესერტებს. ვენაში იტალიურ კაფეში შეძლებთ უგემრიელესი აჭარულის და პელმენების დაგემოვნებას. და ყველაზე მეტად რამაც გამახარა, ამ კაფეში მუშაობენ ქართველები. მოკლედ მე და ჩემმა მეგობრებმა ძალიან ვისიამოვნეთ, შევუკვეთეთ რამოდენიმე კერძი. მე შევუკვეთე, იცით როგორი კერძის სახელი ეხლა ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ აი ჩათვალეთ ავსტრიული აჩმა, რომელიც იყო ძალიან გემრიელი. სახელს აუცილებლად გავიხსენებ და კომენტარებში დავწერ. გარემო იყო იდეალური. შევუკვეთეთ უგემრიელესი ყავები და ახლა კი დაუთმოთ დრო ქალბატონ ნონას. ყვირადდეს ამ კაფეში ნონადეი და ამზადებს უგემრიელეს ხაჭაპურებს, პელმენებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცოდეთ, ქართველებო, ვინც ჩამოხვდეთ ვენაში, უნდა მოხვიდეთ აქ. რა ლამაზი ყოფილა ეს დისნეი მართლაც რა ლამაზი. ავსტრია მეგობრებო, ვენა დისნეიში ჩამოდით ყველანი. მიდოდი, მე ვჭამე უყვედე, ხა შენ უნდა გაჭამო იულიუსი. ვაი, ეს საყვარელია, რა ხნის არის? 6 თვისა. და მე ბურგერს აჭმევთ ქალბატონო. კი, ჭამს. თქმით ხოჭახდი ხოჭა ხოდე ხოდე ვიდი აბა კიდე აჰა რა როგორი ხოჭახი ხარდე გადავიხდი რა გენაცვალოს დედა 100 ლარი დავხარჯეთ მეტი რაღა გვინდა ეხა დავატრიალოთ ბორბალიდე 100 ლარია შენაძენზე ბორბალის ატრიალები იქნება რას ვიგებთ აბა მოიცადე საათის მიმართულებით თუ პირიქით ზარეულის ღიმილი უკაცრავად რას ნიშნავს მზარეული გაგიღიმებთ ეხა ეგრე მაიმუნობა, ეხა ისედაც ახლობელი მყავს გაროსული. ზარეულის ღიმილი მინდა რომ ვეცე მერე და გავწარდე. შეიძლება რომ თავიდან დავატრიალო? კი ბატონო. აჰა, ლომების соуსი ნაგეცით რა გაგვიჩერდა ამაზე და რომ მოგცეთ. ხო, დე, მოვდივარო, აიმე. ზინებლად. Challenge გიოს ნაწილი 1. გიოს ვაში რა გამოიხმობდეს გადაარჩენ. ვაიმე, რა ვერ გაიგე, გოგო რატომ გადაიხამო? კითხვა ნომერი 2. გიოს ვადა რა გოგო გამოგელოდაებოს, რა უნდა ხმა? არა! ხორი სარიდება მგარჩი და მიიღოს სახე. კითხვა ნომერი 3. გია ფაბულაში 2 დღით რომ მოვდივარ. რამდენი საქმეა? ფართორი იქნება 8000 ლაიქზე რა. აღარ დაალაიქოთ ხალხო, აღარ დაალაიქოთ. გაჩვენდი შენ. ალური ლოგიკა ნაწილი 6. ია ყველაზე მეტად რა მოგწონს შემში?
ადამიანობა. თეთრი ვეშაპია გეკისრებით რა. ადამიანობა. ყველაფერი რატო დაფიქრდი მაგაზე? ფეხის მჩხილებიდან თმის ბოლო ღერამდე ყველაფერი მოგწონს შემში. ამას პასუხი რა თუნდა? კითხვა ნომერი 2. მანამდე კი არ დაგავიწყდეს რომ დაალაიქო ვიდეო და გამოგვიწერო. არ დაალაიქო. რომ ნახოთ როგორ ისკუპებს ვაჟბატონი გიორგი წყალში. არ დაალაიქო. გიო შენი აზრით მზე უფრო კარგად ანათებს თუ ნათურა? შენს გაუბერი. მზე. არც ერთი ჩამოთვლილთაგან, რა თქმა უნდა, მე რო გამოდივარ, აი ანათებს ყველაფერი, ყვავილები ამოდის, მე ვანათებ. და შენ ცხოვრებაში სიხარული, სინათლე და ბედნიერება შემოვიტანე, სხვა რა? აბა ბალახზე რო გაიარე დაჭკნა. ამოდი ახლა. კითხვა ნომერი 3. გიო ახლა ძალიან მარტივ კითხვას გისვამ. მონიკა ბელუჩი უფრო ლამაზია თუ ანჯელინა ჯოლი შენი აზრით? შენ ლალიკო, რა თქმა უნდა. აი მე კითხვას დაუფიქრდი რო გისვამ. ანჯელინა ჯოლი თქო თუ მონიკა ბელუჩი თქო? მან მე ვახსენე. ანუ ახსენე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი ვინაა თქო? ახლა რომ ეკითხა ყველაზე ლამაზი მსოფლიოში ვინაა თქო? რა თქმა უნდა მე. ამაში ორი აზრიც არ არსებობს. მაგრამ რო გეკითხები ის თუ ის, აი შეიძლება რა მიდის შენი? გაინტერესებთ გიოს წამების მეშვიდე ნაწილი დაალაიქეთ და გამოგვიწერეთ აუცილებლად. მამა, ფიტოვის ხინკალი, კუბდარი, ყველაფერი ხაჭაპური მინდა, მამა. არ მაქვს შვილო ფული. არ მაქვს შვილო. მინდა მე. შეუკვეთე, ჰა? გამარჯობა. ხინკალი მინდა, კუბდარი მინდა, ხაჭაპური მინდა, ნუ მოკლედ ყველაფერი მინდა საერთოდ. აი. ერთი ცალი რა. ნახე მამა. აუ, შვილო, საღუ, მართლა დაანგებელია. ერთი ცალი რა. მამა. ერთი ცალი რა გახდა? რა უშვილო, მართლა კაი არჩევანი არა. ხშირად მოვიდეთ ხოლმე აქ? მოვიდეთ. იგარი. ჩვენ ვუსმენთ და არ განსჯით. დაიწყე გიო. ალიკო, შენთან პაიმანზე რო ვიყავი, პირველად რო შეკვდი და ძალიან მალე წავედი. მეორე რო მყავდა სანახავი და მაგიტომ. ჩვენ ვუსმენთ და არ განსჯით. როგორ არ განსაჯო? არა, შეიძლება. 6 საათზე წახვედი. იმ დღეს 6 საათზე დამყარო. ჩვენ ვუსმენთ და არ განსჯით. გიო, PUBG-ს რო თამაშობ ხოლმე და უცებ რო ინტერნეტი გეთიშება და გიჭედავს ხოლმე, გამოვაერთებ ხოლმე სპეციალურად ინტერნეტს routerიდან რო უნივს თამაშობ ხოლმე, ლალიკო, რა? იმიტომ რომ ცოლსაც უნდა ყურადღება. რა? 10000 ლარიან საპრიზო იმას ვიგებდი რა ხო? თანხას ვიგებდი. მე რაში მაინ რას იგებდი? ჩვენ ვუსმენთ და არ გამშვით გენაცვალე რა. მე მაგთის ყველაფერი ვაგინე ჩემ ტყუილად. ჩვენ ვუსმენთ და არ განსჯით. ორკვებაზე რო გადავედით და ბოსტნეულზე რო ვიყავით. ხო, მახსოვს მე ბურგერებს ვჭამდი და შაურმებსაც რო ისო. და გატყუებდი რომ ბალახი მქონდა ნაჭამი. მეც სამჯერ გამოვიძახე რაღაცეები. ანუ მე სვარღვებდი დაკახელი. მე არ ხსვენია მაინ მართლა მაგას. დაკახელი შესიძახებდი. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. გიო გახსოვს შე რომ დაბადების დღეზე მიდიოდი ზუსტად 3 კვირის წინ. მე რომ ფეხი ამტკივდა და ვეღარ დავდიოდი საერთოდ და რო გითხარი რომ ჩემით ვეღარაფერს ვეღარ გავაკეთებ ერთ საჭყელს როც რაფერს და უნდა დარჩეთქო. სინამდვილეში საერთოდ არ მტკივდა ფეხი. აბა ღამე მარტო უნდა ყოფილიყავი იმ დღეს. კარგი. ადრიანა ლიმა რო დამიბლოკე ჩემ ინსტაგრამზე. ხო. ხო, აკაუნტი შევქმნი და იქიდან ვალი ვერებ. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. დამპალი ხარ რა. ხო, მოდი აქ. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. გიო, 'ამის წინ რომ ფული მოგეცი და გითხარი ლალიკოს საჩუქარი უყიდეთქო.
კიდე კაი რო არ უყიდე, ქაბაბს ხوارში ვჭამდი. დედაშვილი მე ჩვენწინააღმდეგ ყოფილა. კარტები იშლება, ქაბაბი ჭამეთ ჩემ გარეშე? შენიერი, ჩემი ჯერია. საუბრობ დედიჯან, ეგრე დამეხმარე, მე რაღაცა ძას ეხმარები. ჩვენ უსმენთ და არ გამჭით. ლალიკო, შენი საყვარელი გადაცემა რო დაიდო და ყურება რო გინდოდა. გახსოვს? მე და მზიკო ინტერნეტი გაგითიშეთ რომ არ გეყურებინა. აგარ მოსაბეზრებელი იყო ჩვენთვის. ეგრეთო გამიკეთეს. ჩვენ უსმენთ და არ გამჭით. ანუ იცი როგორ მიდოდა ყურება? დედა ჩემი შემგენა. გაგძელეთ. კარგი, მაშინ ჩვენ ვუსმენთ და არ გამჟით. ახლა მისმინეთ ორივე? ერთი რა სიტყვის ნახოთ. მისმინეთ. გახსოვს მზიკო გიოს დაბადების დღისთვის რო გითხარი რომ ერთად ვუყიდოთ საჩუქარი ბუცები ორიგინალი და 300 ლარი. მახსოვს. კი ბატონო, შე რო გამოგართვი და მე 200 ლარი რო დავდე. სინამდვილეში აქ ვუყიდი 150 ლარად მეორადი ბუცები და იმ ფულით ავდექი და ჩემთვის ორიგინალი ქურთუკი გამოვწერე. და რო ვთქვი რომ ეს ჩემთვის მეორადია მეთქი, სინამდვილეში ჩემი იყო ორიგინალი. აი ეგრე. რა ადამიანობაა, გოგო, გამეხა 2 დღეში ის ბუცი და ცალი ბუცი დავბოდი 90 წუთი, რა უბედურებაა. ჩემთვის მინდოდა ის ქურთუკი. შენი ბრალია თუ გაათამინე, აი ეს. ჩემ გარეშე რო ის ჭამეთ ქაბაბი და გადაცემა რო გამომიწეთ. მამებულები ხართ. იმედია შენიც. ჩვენ ვუსმენთ და არ გამშით. ჩემ წინააღმდეგ არიან. ლალიკო. გზაში მივდიოდით მე და გიო 1-2 დღის უკან და შეგხვდა შენი გამომწერი. ქონდა ხელში შოკოლადები და მოგცა ლალიკოს მიუტანეთო, გამოგვატანა შენთან. მაგრამ შენამდე არ მოვიდა, რადგან გზაში მე და გიო ვჭამეთ. ჩარტი. ეგ არის ყველაზე მაგარი, რაც ჩვენ გოყოში გავაკეთე. ძალიან კი მწყინს, მაგრამ რა წინ, ღირსია. ეგრე ხო, ჯერ გიოს ჯერია მებაცადეთ. 2 ერთზე ვარ დღეს. მომწონს. ლალიკო, დედა შენ რომ მომიტანა დიდი მადუღარა რომ ეს ჩემგან საჩუქრათო ახალსახში გადახვედი და რაღაცაო. შეგ მადუღარა უკვე შატოსთან არის სახში, რადგან დაბადების დღე ქონდა 1 კვირის უკან, მე კიდე ფული არ მქონდა და ეგ ვაჩუქე. ნორმალური ხარ? ჩვენ უსმენ და არ გამჭით. შენ კიდე მადლობას მიხდი და რომ ლალიო მადლობაო გიომ შენგან გადმოცა მადუღარას აჩუქრა და. კიდე გითხარი. ვერ ხარ, დედა ჩვენ უსმენ და არ გამჭით, ხა დედა ჩემია და ნუ მეშუქობე მით უმეტეს არ შეიძლება. ბიჭო, ზუგირიანი მადუღარა. მიხედე საქმეს, მიხედე. ეგ როგორ ვუთხრე ახლა დედა ჩემს? ჩვენ უსმენ და არ გამჭით. ისე შემიგო, ისეთი მადუღარაო, გექონება? ხო და ეგეთი მადუღარა იყო ყავი. მეგონება მანქანა მაჩუქა. აუ ვერ ხარ. ჩვენ უსმენ და არ გამჭით. ვაიმე. ხო და ეხლა თქვენ მემაცადეთ, ხო გითხარით მაცადეთ თქო. ჩვენ ვუსმენთ და არ გამშვით. თქვენ რო გონიათ რომ მე არ ვიცი იმ დღეს, იმ ბავშვმა მე მომწერა რომ ლალი გემრიელად მიირთვი, შოკოლადები გამოვატანე მზიკოს და გიოსო. ხო და მაგის გამო რო თქვენ არ მომიტანეთ შოკოლადები, მივხვდი რომ თქვენ შეჭამეთ. გიოს აკაუნტიდან მზიკო, მე შენ მოგწერე რომ 150 ლარი მაჩუქედე მჭირდებაო და მე შენთან რო ვიყავით მზიკო, შენი აკაუნტიდან გიოს მივწერე რომ გიო თუ შეიძლება 150 ლარი ბასესხეო ხო და ესეც 300 ლარი ჩვენგან. რო არიცით. და 150 ლარი დღეს მაგიტო მაქვს 300. რა ეპიქონია გულში რა. რანაირი და თქვენ შოკოლადები ჩემ გარეშე ჭამეთ, აგრეთვე ქაბაბი. შოკოლადი დაგვიჭდა 300 ლარი. აგრეთვე ქაბაბი და დედა ჩემის ნაჩუქარი. მადუღარა, როგორ აშუქე შატოს. ვაიმე. რა ვიყოფილა. მზიკო, ქაბაბი როგორ ჭამე ჩემ გარეშე? მზიკო. რა გულმა მოგიწია. გამაბრიყვა. მზიკო. 30000 ლაიქზე თუ ავა ეს ვიდეო, კარტები ბოლომდე გავხსნათ რა. კიდე გაქვთ რამე და მაშინ გავხსნათ. გაწყობს. კიდე დაზარალდები რომ გავხსნათ. 30000 ლაიქზე შევხვდებით ერთმანეთს რა. ვაიმე. გიო! მოდი! გიო, გეხვეწები. შო, მოდი ნახე. წერა ხო შენ 4 კლუბაში შეჭამე და მთელი 250 ლარი წამოჭი. აი, всё, კამერა ჩართული მაქვს, არ ხიშავ. ეხა ჩამოვდივარ ასლას კიდე. თუ 2 ლუკმაში შეჭამ რომელიმე ნებისმიერ პიცას 100 ლარი გრჩება. უცელი მტკივა რაღაც ძალიან. კაი, მე წავიდა 1 2 3. წავიდა. ტკი მომწელი.
მამცხენია. რა მცხენია? რა მცხენია? წადი შენი ტუალეტში მართლა რა. ბიჭო, მოცელი ამტკივდა უბრალოდ რა იყო? ამოუჭრი ამ კადრებს. რა მიყურე მე სულში. რა იყო ცხოვრებაში არ გიქნია? წამ. მე აი არა უშავს თავიდან და всё მოდიში რა. წავიდა. ერთი უკვე ჩაკბიჩა. ორ ლუპაში ძალიან რთულია. აი მე მოცელი. უფ. აი მოდინა. გავიხამინა. ბიჭო, ხახაზი ეთქო. მოდი. აი რა იყო? ვერ გავიგე, ცხოვრებაში არ გიქნია. ამაწყროლე რა სუნი იყო? ის სამჯერ გააყურე მე. რა სუნი იყო? შედი ტუალეტში თუ გინდა რა. სუნი ვაფშე არ ყოფილა. თავს რატო იტანჯავ? ხილტები გამაგებინე. ბიჭო, სუნი ვაფშე არ ყოფილა. ეჭი ტკივა ხოლმე და ხან მუზეს აბრალებ ხან შედი ტუალეტში რა. მე გამნაუზახარ ჩემი. ბიჭო, აი სუნი ზარიყო გეხო. ვითომ ის ლეიბი ტრაჭუნე, თუნე შენი ხმა ჩემი. გეფცევი არა. პროსტა სუნი ზარიყო. არა მინდა. არა მინდა სუნი ზარიყო უწერ მითხარი. რა ხმები? ხო რა, თუ მაგრამ შედი ტუალეტში თუ გინდა რა. შევალ ხო, მათ სადე ვაიმე. თუნე იმ ლეიბს იმ ხალ ვაგინები, თუ ამის ხმები ყოფილა ძელი გამი. თუ მაგა როგორ გააკვირს? ექვსი საათი არის მოდივა შენი დეზი სოფელი მო თუ დავდო მე ვიყო გეი თუ დავდო მე ვიყო გეი თუ დავდო მე ვიყო გეი თუ დავდო მე ვიყო ტრანსი თუ დავდო მე ვიყო ტრანსი თუ დავდო მე ვიყო ტრანსი თუ დავდო მე ვიყო ნაძირალა 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 გიო, რა ქიმთაბა? წახვედით ბიჭები? აჰა, ძალიან კაი. რავი, არაფერს მე თქვენ მზადები გავდივარ. აუ, ძალიან დიდი მადლობა გიო, მიყვარხარ. აუ, ესე რომ წახვედი და ყვავილები რომ მოატანინე ხა ჩემთვის, რა საყვარელი ხარ. ეს ამხელა თაიკული ან ამხელა ვარდების ყონა, საიდან შეკარი ესე უცებ, როგორ დამიტოვე კართან. მიყვარხარ. მოიცა ეტო გამოვიდეს. ახლა შავიანი ხალხი. ყვავილები რომ დამიტოვე და რომ მოატანინე ჩემთვის, რამხელა თაიგული არის. ვაიმე, რამხელა. ანუ 150 ცალი ვარდი, შენ ჩემთვის მოატანინე? აუ, ძალიან მიყვარხარ. მოიცა რა, ეს და რაფერ მუნდან გამრახტილო ვიღავი. ანუ კარზე კაკუნი იყო, გავედი და დამხვდა დიდი თაიგულების ყონა ვარდების. და თან წერილიც იყო შიგნით და მადლობა რა. მე ხელი ხოსველი დაუყური და ვინოქი ხო შემოიტანე. არა, ჩემ ანუ წერილში ხო დამიწერე, ჩემო სიყვარულო ძალიან მიყვარხარ, ბოდიში დღეს გვიან მოვალ და რო გულები. ჩაო, შენ მე გადავე, ვიან. ანუ ეს აუ მომიხარი მაგალითად მომწერე ნომერი რა. რა ნომერი მოგწერო? ნომერი არ წერია. შენ არ მომიტანე? არ მომიტანე ადამიანი, მე ჩუვიდან რა ყვავილები მომიტანე, ის ხო არ ხარ. ყვავილები რომ მომიტანე, გიო, აბა ვინ მომიტანდა ყვავილებს? ახლა შენ გარდა. მე ლალიკოს ეწერა წერილებში, სიყვარულით ლალიკოს. ლალიკოს ეს მიშე არაფერი რა მომიტანე, ყვავილები მომიტანე. აბა ვინ მომიტანა? და მოაშური გათო. არ დავინახე ეს ლაპარაკი მართლა. და ყვავილები გამოგიჟამნე. კარგი გიო, კარგი წავედი. და მოაშურია და. ხო, კარგი. ვინა, არის გამოგზავნა ვიღაცა ყვავილები მოდი და შეიძლება. კარგი. სიტყვები ბიჭო. მოკლედ ლალი ხა ძალიან უნდა გავახარო რა 1 წამით მაცალე. ლალი სიურპრიზი მაქვს შენთვის. ლალი. რა. მოკლედ ესე რაღაცები ხდება რა. რა. მე ეს სიურპრიზი მქონდა, რაღაც გადადებული მქონდა 5-6 თვის მერე რა. ასე რომ ეხა მომისმინე კარგად.
followerებს ვიცი რომ ძალიან მაგრა იმატებ და ბრავო შენ. ესეთი challenge იქნება ასე ვთქვათ რა. თუ თვის ბოლომდე ახვალ 225000 follower-ზე სახლს ყიდულობ. რა? სახლს ყიდულობ. რითი მიყიდულობ? ანუ რაღაცას ვაგროვებდი ჩემთვის ხელფასზე ნამდვილად, მაგრამ პატარა სისხლსაც შევაფარხებ და მოკლედ რაღაცა გამოვა რა. მომყვები ჩემი. დებდი რა ხელფასიდან ასე ვთქვათ. შენი ჭირე მე რა, წამო. მოდი, არა, სიტყვა ლალ. წამო. სიტყვა. ნამდვილ სახლს იცი. ნამდვილ სახლს გეუნები. რაღაც ხოჯინა ბარბი რაღაცები არა? ნამდვილ სახლზე გეუნები. თვის ბოლოს თუ ახვალ 225000 follower-ზე მე სახლს ყიდულობ. ჩემი სახლი მომაჭი ხო? გეუბნები, აი 5-6 თვის უკან მე მომხდარ იყო ეს ყველაფერი რაღაც, მაგრამ მინდა რომ აი ხა გავაკეთე. თუ გამოგივა challenge რა. ნამდვილ სახლს. აი ხალხიც ნახავს მან ყველაფერს რა. იცოდე თუ მათხოვდიო და რაღაც აი სათამაშო სახლზე იძახი 60 კვადრატი. მე რომელის მინდოდა? ბევრს ლაპარაკობ ხარ, მე გეუბნები. თუ 60 კვადრატი არ იქნება, მე რომელის მინდოდა უარს ვიძახი ამ challenge-ზე. მაშინ თუ იუარი. აბა რამდენი კვადრატი იძახი? რა მნიშვნელობა აქვს? მე გეუბნები სახლს გაჩვენებთ. მართლა იძახი? მართლა გეუბნები. დები? მართლა გეუბნები. არ მომატყუო. სიტყვა. აი მეშნა. ეხა ვიდეოს იღება? ვიდეოს. არ გათიშა. მეგობრებო, მოკლედ ახლა არ ვიცი გიო მეღადავება თუ არ მეღადავება, მაგრამ მგონია რომ არ მეღადავება ისიც სახი აქვს. ვიცი ძალიან ბევრი გთხოვეთ უკვე, ის დააფოლოვეთ, ეს დააფოლოვეთ, დამაფოლოვეთ და ასე შემდეგ ვიცი. მაგრამ გეხლეთ რა საკუთარი სახლი მინდა და დამაფოლოვეთ, გთხოვთ. იცოდე გიო, ხალხი ამოწმე, მე ამ ვიდეოს ახლავე დავდებ და რუსავალ ეგრევე მიყიდი. აი თუ კიდე ზემოდან კიდე მაზიან დაგიდებ რომ ვერ ახვალ. ზემოდან კიდე თუ კიდე 1000 ლარზე იყოს. ვერ ახვალ. ფიზბოლონ. რატო ვერ ახვალ? მოდი შენ თუ ვერ ახვედი 1000 ლარი მომეცი მე. არ მინდა ეგრე. რა არ გინდა, აი ხამ ხელ რაღაც შემოვდივარ და რა არ გინდა. ანუ ერთთვის ხელფასი გინდა ჩემი. მოინდომა 1000 ლარი ხელფასი. კაი ხო, ცოტას მოგაკლებ. კაი იყოს. შედგა ჩვენი challenge-ი? შედგა. წარმატებები. შენც. დაბა მზიეს მანქანა? ზია ორ კვირაში ვერ ავიდა. ორ კვირაში ვერ ავიდა? ვაი. მაგრამ ხომ ის უყიდით გიო. კაი. ერე challenge შეასრულა და მე. კაი. მე შვილი ვარ და ოჯახში ყველაფერს განვაგებ. მე შვილი ვარ და ასე უნდა მოვისწრო, მშობლები ყველაფერს მისრულებენ. მე ცოლი ვარ და თუ გიოს 8 საათზე დაგეგმილი აქვს ბიჭებთან ერთად გასვლა, მე 8-ს 5 უკლია ცუდად ხვდები. მე შვილი ვარ და რა თქმა უნდა ყოველთვის მატანია 5-ს სკოლაში, მაგრამ რა იციან რომ 2:50 ის გობიანი. მე მამა ვარ. ჩვენ დედაშვილი ვართ და რა თქმა უნდა, როდესაც ქმარზე გაბრაზებული ვარ, ჩემი გოგოც გაბრაზებულია მამაზე. მეც მათქმევი რაღაცა რა გჭირ. კაი, ვიდი, აუცილებლად. ესენი ნები არის. მე ოჯახის კაცი. და არ არის ხა საშუალო. მამა არ არის საშუალო. მინდა. კაი. ის უშირო მის ხალხო შეიძლება რა. რა შევჭა. აი მე. იმრიალს. საშუალოს მოდა გიგიდე. აუ გიო, უცებ რამდენიმე სახელს ჩამოგითვლი და შენ რაც მოგაფიქრდება პირველი გვარი ის გამეცი პასუხი, კარგი? მინდი. რა იყო ერთხელ. კაი, უცებ. ლეონარდო? დიკაპრიო. ლებრონ? ჯამეს. ჯასტინ? ტიმბერლეიკ. მია? მია ხეცურიანი. ხეცურიანი. მია ხეცურიანი, ძმა, ყველა მის ვაფშე, საქართველოს მის, მსოფლიო მის მია ხეცურიანი. გამოჩენილი ის იყო. რატო დაფიქრდი მაგ?
ცოტა თმარა გქრა მოგქაჩო. ბარგი. გამოჩენილი იყო მართლა. ბარგი. კითხე ძმაო, აი თუ ტყუი ვარ. ბარგი. ნახავ. უნდა ჩაგიბარებინა შენ ეს ტესტი და წინ გარეთ. არა უშავს წადი. ღირს ვარ. მეგობრებო, ჩვენ სამმა ავკრიფეთ 100 ლარი შევაგროვეთ და ვინც ყველაზე სწრაფად შეჭამს ვრაპ მასტერის ვრაპს, იმას დარჩება ეს 100 ლარი. ანუ ჩელენჯი გვაქვს. შევაკეთე. ფულის უნდა მიაყოლო. მიაყოლა? მოიცადეთ. მეგობრებო, Bolt Foods და Wrap Masters თქვენთვის აქვს ძალიან მაგარი გათამაშება. დამიქცევით კომენტარებში და ვის კომენტარს ყველაზე მეტი ლაიქი ექნება, ორი ადამიანი ამოირჩევა და Wrap Masters და Bolt Food-ი დაგასაჩუქრებენ Wrap Masters პროდუქციით. ჩაო მაგარია. ეს მუშა. ოა, ზრუნდა. ვისი 100 ლარიანი? გეტყვით რომ დღეიდან Wrap Masters Bolt Foods ექნება 20%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ პროდუქციაზე და მოიყენებთ პრომოკოდს Wrap Master-ი, ისარგებლებთ უფასო მიტანის სერვისით და აქ შეგახსენებთ რომ Bolt Foods აქვს 11 კილომეტრიანი მიტანის სერვისი, ანუ ყველაზე დიდი, რაც მიტანის სერვისებს აქვს.